ქვეყნის განვითარების პროცესში სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და აღნიშნული საკითხით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია შეესწავლა 2010-2014 წლებში სახელმწიფო ვალის მართვის არსებული პრაქტიკა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა სახელმწიფო ვალის მართვაში არსებული რიგი ნაკლოვანებები. საქართველოს სახელმწიფო ვალის პორტფელში არ არის გათვალისწინებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკრედიტო ვალდებულებები. შედეგად საწარმოს გადახდის უუნარობის დეფოლტის შემთხვევაში არსებობს სახელმწიფო აქტივების მოცულობის შემცირების ან და ვალდებულებების დის რისკი, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზე. ასევე სხვადასხვა სახის ანალიზებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების ვალდებულებების არ გათვალისწინება ქმნის რისკს იმისა, რომ არაჯეროვნად იქნება შეფასებული სახელმწიფო ვალის მდგრადობასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეები თუ რისკები. საანგარიშო პერიოდში საქართველოს ფინანსის სამინისტროს არ ჰქონდა შემუშავებული სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის შემუშავება მნიშვნელოვანი წინაპირობაა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ვალის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. სტრატეგიის დოკუმენტის არსებობა განსაკუთრებით საყურადღებოა საკრედიტო რესურსების მოზიდვის კუთხით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, რაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში შეღავათიანი საკრედიტო რესურსით სარგებლობის შეზღუდვით გამოიხატება. საკრედიტო რესურსის მოზიდვის ეტაპზე არ ხორციელდება სხვადასხვა დაფინანსების წყაროების მიერ შემოთავაზებული საკრედიტო პირობების ანალიზის დადოკუმენტირება. მთავრობის განკარგულების პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათებში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს მთავრობის მიერ სესხის აღების პროცესის გამჭვირვალობასა და უფლებამოსილი პირების მიერ ინფორმირებულები გადაწყვეტილების მიღებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული არაოპტიმალური პირობებით სახელმწიფო ვალის აღება. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ვალის დამახასიათებელი რისკებისა და სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზის ჩატარებას ადგილი არ ჰქონია, რაც წარმოშობს რისკს იმისა, რომ ვერ მოხდება მოსალოდნელი საფრთხეების დროული იდენტიფიცირება და მათი პრევენცია. დადებითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ 2015 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტს თან დაერთო მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, თუმცა ამასთანავე მიზანშეწონილი რომ ფინანსის სამინისტრომ სამომავლოდ საბიუჯეტო წლის განმავლობაში არანაკლებ ერთხელ ჩაატაროს სრულყოფილი სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზი. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის პერიოდის განმავლობაში ემისიების სტაბილურად განხორციელება. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელი დაბალი დივერსიფიკაციის დონით ხასიათდება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ფასიანი ქაღალდების 90%-ზე მეტ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ფლობენ. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ბაზრის განვითარებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს დივერსიფიცირებული ინვესტორთა ბაზის არსებობა. არ არსებობს ფორმალური სახელმძღვანელო ან მეთოდოლოგია, რომელშიც გააღწერილი იქნებოდა თუ როგორ და რა მეთოდით უნდა ხდებოდეს დასაგეგმი წლისათვის სავალო საჭიროების დადგენა. ფინანსის სამინისტროს პარალელში პროცესი რეგულირდება სამინისტროს დებულებით, თუმცა აღნიშნული მიმართულებით პროცესში ჩართული დეპარტამენტების ფუნქციები გარდა სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტისა განსაზღვრული არ არის და შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი დეპარტამენტი რაზეა პასუხისმგებელი. შედეგად დასაგეგმი წლისათვის სავალო საჭიროების განსაზღვრის პროცესი არ მიმდინარეობს წინასწარ განსაზღვრული და ფორმალურად დამტკიცებული წესებისა თუ პროცედურების მიხედვით. სახელმწიფო ვალის მართვაში არსებული ნაკლოვანებების გათვალისწინებით და მოცემული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები.